რა შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს უცაბედად ხერხემლის თიაქარი? იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი მთელი ცხოვრების განმავლობაში მისდევდა უმოძრაო არააქტიურ ცხოვრების წესს და ერთჩვენია დღეს გადაწყვეტს, რომ დაიწყოს ვარჯიში და თანაც დარბაზში დიდი წონებით ხერხემლის მაქსიმალური დატვირთვის ხარჯზე. და რა ხდება ამ დროს? ზემოთ აღნიშნულ პიროვნებებს არააქტიური ცხოვრების წესიდან გამომდინარე უყალიბდებათ სუსტი პარავერტებრალური, ანუ ხერხემლის დამჭერი გუნთები, ცხიმოვანი დისტროფიით. საკმარისია ესეთ არასტაბილურ ხერხემალს სუსტი გუნთებით მისცე დიდი დატვირთვა. მართაშუა დისკი ვერ უძლებს აღნიშნულ სტრესს და ის ზიანდება. ზოგადად იცოდეთ, ვინც გადაწყვეტს არატრენირებული ხერხემლით ვარჯიშს დიდი დატვირთვებით პლუს მისი ცირკულარული მოძრაობით აუცილებლად მიიღებს ხერხემლის თიაქარს საჩუქრად. გამოსავალი. პირველ ეტაპზე ჯერ უნდა დავიწყოთ ფეხით სიარული დღეში დაახლოებით 6000-დან 10000 ნაბიჯამდე და თანდათანობით დავიწყოთ ვარჯიში დარბაზში მხოლოდ კვირაში 2 ან 3 ჯერ მაქსიმუმ. ვარჯიში უნდა იყოს გათვლილი კუნთების სტატიურ დატვირთვაზე და შერჩეული ინდივიდუალურად თქვენი აღნაგობიდან გამომდინარე კვალიფიციური ფიტნეს ინსტრუქტორის დახმარებით.